დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე და როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. სიმართლე გითხრათ, შესაძლოა ვფიქრობთ კიდეც, რომ რატომ არის საჭირო ყოველდღე ამის შეხსენება. მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს აუცილებელია. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამის ხშირი გამეორება გვჭირდება. თუნდაც საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომ ადამიანებზე ზრუნვა, ადამიანებზე ფიქრი და იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი უნიკალურია, თითოეული, ჩვენგანი და რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე აღმატებულია, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები და იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ჩვენ ცხოვრებაში, სხვა ადამიანების გვერდით, საზოგადოებასთან ერთად. და აი ამ ფიქრში ბევრი რამ არის სათქმელი, ბევრი თემაა საყურადღებო. მათ შორის უპირველეს ყოვლისა ის თემები, რომელთა არსებობა ჩვენს არსებობას განსაზღვრავს. მაგალითად, კვება. კვება, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა და კვება, რომლის გარეშეც არ არსებობს სიცოცხლის არც ერთი ფორმა. ასეთ შემთხვევაში კვებითი შუქნიშანი მხოლოდ სიმბოლოა, სურათხატი, ორიენტირი, რომელსაც სამფერი კომბინაციით და სამფერი სიმბოლოებით შეუძლია მრავალფეროვანი ცოდნა გაგვიზიაროს. და რაც მთავარია, მოგცეს შესაძლებლობა სხვადასხვა თაობისთვის, სხვადასხვა ტიპის ადამიანისთვის, სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანისთვის იპოვოს პასუხი კითხვაზე. შეიძლება კი კვება გამოიყენოს პრობლემის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემის მართვისთვის. დიახ, ჩვენ ცალსახა პასუხი გვაქვს ამ კითხვაზე და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა გააცნობიერა თავად საზოგადოებამ. რა იციან მაგალითად ახალგაზრდებმა. ჩვენ ეს ძალიან გვაინტერესებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ფონზე და ამიტომ გაჩნდა დამატებით რუბრიკა შუქნიშანი, რომელიც კონკრეტული ისტორიების გაზიარებას გულისხმობს და ლუკა ფანქველაშვილის მორიგი სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ. ვარ მართა ბიტიაშვილი 10 წლის და მე მოვედი ჩემს დასთან ერთად. მე ვარ სოფია ბიტიაშვილი 8 წლის და მე მოვედი ჩემს დაიკოსთან ერთად. მე მიყვარს ჭამა, განსახილხილის ჭამა, ზოგჯერ ვჭამ ხოლმე ტკბილეულს, ხანდახან არა. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ ბადრიჯანი ჭამე, მაგრამ არ მიყვარს დიდად მე. დედიკო და მამიკო მეუბნებიან, რომ სუკი ჭამეო და ვჭამ ხოლმე. მე ჩემ თვითონაც ვაკეთებ ხოლმე საჭმელებს, მაგალითად კვერცხი, ხლოპები დარძე და ასე შემდეგ. ჩემ დაიკოსაც ვიკეთებ ხოლმე, მე რასაც ვიკეთებ. მიმზადებს და მიყვარს რასაც მიმზადებს ჩემი დაიკო. კიტრი და დავდებ მწვანეზე. კიტრი მწვანეზე იმიტომ დავდე, რომ ჯანსაღია და ძალიან კარგია. სტაფილოს დავდებ მწვანე ფერზე. სტაფილო იმიტომ დავდებ მწვანე ფერზე, რომ ის არის ძალიან ჯანსაღი და ხანდახან ვჭამ ხოლმე. მე დავდებ ვაშლის მწვანეზე. მწვანეზე იმიტომ დავდე, რომ ჯანსაღია და ბევრ ვიტამინს შეიცავს. ბულგარულებს დავდებ მწვანე ფერზე. ბულგარულები იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ის არის ძალიან ჯანსაღი და მე ის მიყვარს და ხანდახან ვჭამ. ყველს დავდებ მწვანეზე, უფრო კარგია და ხშირადაც არ უნდა ვჭამოთ ძალიან, მაგრამ დღეში ორჯერ შეიძლება რომ ვჭამოთ. ბანანს დავდებ მწვანე ფერზე. ბანანი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ ის ძალიან გემრიელი და ჯანსაღია. ბროკოლს მე დავდებ მწვანეზე. ბროკოლი მწვანეზე იმიტომ დავდე, რომ ძალიან ჯანსაღია. სოსისებს დავდებ ყვითელ ფერზე. სოსისები ყვითელზე იმიტომ დავდებ, რომ ხორცისგან შედგება, ხანდახან არ ვჭამ და არ არის სასარგებლო ცოტათი. ორაგულს დავდებ წითელზე. თავიდან დავდე ორაგული და ხორცი წითელზე, მაგრამ ახლა გადავიფიქრე და ყვითელზე უნდა დავდო.
ნაყინს დავდებ წითელ ფერზე. ნაყინი იმიტომ დავდებ წითელზე, რომ ბევრი ნაყინის ჭამა არ შეიძლება, რადგან ყელი აქვთ და ცუდად გავხდებით. გაზიანი სასმელი და დავდებ წითელზე. გაზიანი სასმელი იმიტომ დავდებ წითელზე, რომ ხშირად დალევა არ შეიძლება. ეს მე დამამახსოვრდება და რაც ჯანსაღია, ყველაფერს შევჭამ და შოკოლადებს აღარ შევჭამ. მარია ექიმი, როდესაც მე ტყვის რჩევებს, რა თქმა უნდა, მე გავითვალისწინებ. ნებისმიერი ასეთი ისტორია ძალიან დამაფიქრებელია ხოლმე ჩვენი გუნდისთვის მთლიანად და განსაკუთრებით ჩემთვის. როგორ წარმოუდგენიათ ჩვენ შვილებს, ჩვენს პატარებს კვებითი შუქნიშანი და სათხედავენ აკრძალვებს, სათხედავენ თავისუფლებას. ალბათ შენიშნეთ, როგორი სიყვარულით საუბრობენ ერთმანეთზე დები, მართა და სოფია. და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, მართამ თავიდანვე გაამხილა, რომ ჭამა უყვარს, სოფიამ კი განსაკუთრებით გამოყო თავის დამოკიდებულება ხილის მიმართ. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც მაგალითად მართა ამბობს, როგორ შეუძლია თავად მოამზადოს კერძები, ხოლო სოფია კი სიამოვნებით აგემოვნებს თავისი დის ნახელავს. ასეთი ურთიერთობა განაპირობებს იმას, რომ კვებითი შუქნიშანიც ბევრად უფრო ადვილად იკიდებს მათ ცხოვრებაში ფეხს და ხშირ შემთხვევაში დებისათვის საერთო ცოდნა და კარგი გამოცდილება ურთიერთგასაზიარებელია. მაგალითად, როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ბოსტნეულის და ხილის მიმართ და მათთვის მხოლოდ მწვანე ზონა ემეტებათ. თუმცა ალბათ თქვენც შენიშნეთ, რომ სოფიას სოსისის მიმართ დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ მასში ხორცია. რეალურად სოსისის მიმართ მედიცინის დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ მასში პროცესირებული, ანუ დამუშავებული ხორცია უამრავი დანამატით და უამრავი სხვა კომპონენტით, რომელმაც შეიძლება შექმნას საფრთხეები. ხოლო რაც შეეხება მაგალითად მართას არჩევანს, რომ პროდუქტი თევზის სახით და ხორცის სახით ჯერ წითელ ზონაში და შემდეგ ყვითელ ზონაში გადაიტანოს, აუცილებლად გთხოვდით მიაქციოთ ქალბატონებო ყურადღება. ხორცი და ზოგადად ცილოვანი პროდუქტები, მით უფრო თევზი, რომელიც ცილასთან ერთად ომეგა-3-ს შეიცავს, დ-ვიტამინს შეიცავს, მრავალ აუცილებელ კომპონენტს შეიცავს, გასათვალისწინებელია ბავშვსა და მოზარდის კვებაში კომბინაციაში ბოსტნეულთან და ხილთან და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ცალსახად არ იქნება ბოლომდე გამართლებული. ისევე როგორც მაგალითად ნაყინის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენს გადაცემაში არასდროს გვითქვამს, რომ პროდუქტი, რომელიც თვითდნობით მაგალითად ოთახის ტემპერატურის პირობებში შეიძლება სითხედ გადაიქცეს, ავკრძალოთ. არა, ასეთი პროდუქტები გამოვიყენოთ ზომიერად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლის მიღების ჩვევა არ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული, არადა წყლის შევსება გვჭირდება. შეიძლება ასეთი პროდუქტები ხანდახან, არა სისტემატურად და დიდი რაოდენობით ძალიან ეფექტიანად გამოვიყენოთ. ხოლო რაც შეეხება წუხილს, რომ შოკოლადს აღარ მივირთმევთ, არცაც გვითქვამს არასდროს გადაცემაში, შოკოლადი ძალიან კარგი პროდუქტია, განსაკუთრებით შავი შოკოლადი. მისი მოხმარების წესები ბავშვებთან დაკავშირებით ასაკობრივად განსხვავებულია, ამიტომ მოდით ეს გაითვალისწინეთ თქვენს პედიატრთან ერთად და არა უარი ვთქვათ შოკოლადზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შოკოლადი არის ძალიან მდიდარი პოლიფენოლებით, უამრავი სხვადასხვა მინერალით და მისი ნატურალური პროდუქტის სახით სწორად გამოყენება გარწმუნებთ ძალიან კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს ცხადია ზომიერებისა და თქვენი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. ეს რაც შეეხება ჩვენს კვებით შუქნიშანს, თუმცა დღევანდელი თემა ასევე არის ახალგაზრდებისთვის გამიზნული. უყურებენ თუ არა ახალგაზრდები ტელევიზიონს, სავარაუდოდ არა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ახალგაზრდებამდე მიაღწევს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად განსაზღვრავს მათ ჯანმრთელობას. თემა, რომელზედაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სტუმართან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.
თუმცა ამავე დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ადამიანის არსებობის ისტორიას მუდამ თანსდევს. მაგრამ იცვლის თავის ფორმას, შინაარს და რაც თავარია იცვლის დატვირთვას, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. ჩვენ ვსაუბრობთ სქესობრივი გზით გადამდებელ დაავადებებზე და თავად ამ ცნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არაუბრალოდ ხანდაზმულია, არამედ უკიდურესად ცვალებადია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი პერიოდულად შევხვდეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ამ თემაზე, მით უფრო რომ საზოგადოების ინფორმირების ხარისხი ძალიან ხშირად გვაფიქრებს და განსაკუთრებით ადარდებს ეს საკითხი პროფესიონალებს. სწორედ პროფესიონალი ამ დარგის არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, დერმატოვენეროლოგი ბატონი ვახტანგ კვირკველია. დილამშვიდობისა ბატონო. დილამშვიდობის მოგესალმებით. მიხარია თქვენთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია პერიოდულად ხვდებით ერთმანეთს და საუბრობთ ძალიან საჭირბოროტო საკითხზე, რომელმაც არა უბრალოდ ადამიანის ცხოვრების წესის ერთი წახნაგი შეადგინა, არამედ ბევრად შეცვალა თავის დროზე კაცობრიობის ისტორიაც და ჯანმრთელობაც. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დღეს ეს არის კარგად ცნობილი ქოლგა, რომელიც საკმაოდ ბევრ დაავადებას აერთიანებს, თუმცა ისტორია ასეთი მრავალფეროვნებით არ დაწყებულა. მიუხედავად ხანდაზმულობისა, საკმაოდ მწირი იყო ჩამონათვალი და ჩვენ რამდენიმე დაავადებიდან, რომელსაც ერთი ხელიც კი არ სჭირდებოდა ჩამონათვალი და მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი. მოდით ეს გავიხსენოთ ცოტა. კი ბატონო. თავიდანვე ეს უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე გახდა ცნობილი, რომ სქესობრივი კონტაქტების შემდეგ შეიძლება გამიტარდეს რაღაც დაავადება. ეს დაავადებები მაშინ რაც იყო ცნობილი მედიცინის განვითარების შესაბამისად იყო სიფილისი, გონორეა, ლიმფოგრანულომა ვენერიული და რბილი შანკრი. შემდეგ მედიცინის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი გაიზარდა მკვეთრად და მას დაემატა მრავალი დაავადება. აქ შედის როგორც ბაქტერიული ინფექციები, ასევე ვირუსული, პარაზიტები, სოკოები. მათ ერთი საერთო თვისება აქვთ, ისინი გადადიან სქესობრივი კავშირის დროს. შეიძლება რა თქმა უნდა ეს მოხდეს არა მარტო სქესობრივი კავშირის, არამედ პლაცენტარული გზის ორსულობის პერიოდში თუ დედა არის ინფიცირებული, შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის დროსაც, თუმცა ძირითადი გადაცემის გზა ხდება სქესობრივი კავშირის დროს. ამიტომ გაერთიანებულია და მას დაერქვა უკვე არა ვენერიული, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. აქ შედიან ჩამოთვალოთ ბაქტერიული ინფექციები, ყველაზე გავრცელებული აქედან არის ხლამიდიური ინფექცია, გონორეა, სიფილისი და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციები, რომელსაც ყველაზე გავრცელებულია ადამიანის პაპილომა ვირუსი, გენიტალური გერპესის ვირუსი, აქვე უნდა აუცილებლად შიცის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვა და სხვა. აქ არის სოკოვანი დაავადებები, თუნდაც თეთრი ალბიკანსი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია, შეიძლება არა მარტო სქესობრივი გზით გადავიდეს, თუმცა სქესობრივი კავშირის დროსაც ხდება ამით ინფიცირება. აქ შედიან ჩოროები პარაზიტები, ექტოპარაზიტები, როგორიც არის ბუნი, დატილიანება და ასე შემდეგ და ისევე ნაწლავური პარაზიტებიც, რომელიც ასევე ანალური კონტაქტის დროსაც შეიძლება გავრცელდეს. ძირითადი პრინციპი არის, რომ ისინი გადადიან სქესობრივი კავშირის დროს. როდესაც თქვენ ახსენეთ თავდაპირველად მწირი ჩამონათვალი 4 დაავადების შესახებ ინფორმაცია, მაშინ წარმოდგენაც სწორედ ასეთი იყო, რომ სიყვარულის ქალღმერთ ვენერას დაუკავშირეს და დაარქვეს ვენერიული დაავადებები. თუმცა დღეს სახელწოდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბევრად უფრო კრებითი და ტევადია, მით უფრო თქვენ ძალიან ფართო სპექტრი დაასახელეთ შესაძლო პრობლემების და 60-ზე მეტია და სულ ემატება ყოველდღიურად ამ რიცხვში დღეს უკვე ბედაცე ჰეპატიტის კი განიხილება აი ინფექციაშიც თან ერთად და აი ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ჩამონათვალის მრავალფეროვნება და იმის პერსპექტივა რომ ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს გვაფიქრებინებს მთავარზე იცის კი საკმარისად ამ პრობლემების შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ყოველწლიურად სისტემატურად საუბრობთ, არის თქვენი აზრით, თქვენი გამოცდილებით საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული? სამწუხაროდ არ არის, ეს სასახად არის, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ჩემი კოლეგების დამეთანხმებიან და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ. კვლევა ჩავატარეთ ზუსტად იმ სამიზნე პოპულაციასთან, ანუ ვინ უნდა დავიცვათ, ვისაც ჯერ არ დაუწყეს სქესობრივი ცხოვრება,
ვინც არის ჯამთელი და ვინც უნდა იცოდეს, რომ რა შეიძლება მოყვეს და უფიქრებელ თუნდაც ერთ სქესობრივ კავშირს. შეიძლება მათ ზუსტი ჩამონათვალი ვერ მოვთხოვოთ და არც არის საჭირო. თავარია იცოდეს ადამიანმა, რომ რა შეიძლება მოყვეს. როდესაც გააქვს დაუცველი სქესობრივი კავშირი უცნობა ადამიანთან, რომ ეს დაავადებები არ არის აბსტრაქტული, ეს არ არის თეორია, ეს არის პრაქტიკა. და რაც ყველაზე მთავარია, უნდა იცოდეს, რომ ეს დაავადებები უმეტესად, უპირატესად შეიძლება 60%-ზე მეტ დროსაც შემთხვევაშიც კი მიმდინარეობს ფარულად. ისე რომ თვითონ ინფიცირებულ ადამიანს არ იცის, რომ ის არის ინფიცირებული. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენი პარტნიორი არის ჯამრთელი. სანამ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ არ მოხდეს ჩვენი ინფიცირება, იმიტომ რომ ყველა დაავადება, რა თქმა უნდა, მართულია, მაგრამ გამკურნების გარანტიას, თქვა ვირუსებთან დაკავშირებით, დღესაც ვერ ვიძლევით. თუნდაც იგივე პაპილოვირუსის მოსაკვდინებელი რაიმე პრეპარატი არ არსებობს, ხოლმე ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინაციაც უნდა დავიწყოთ მანამდე, ვიდრე დაიწყება სქესობრივი ცხოვრება. შესაბამისად, ეს ინფორმაციის მიწოდება ჩვენ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციისათვის, იმიტომ რომ ეს პრევენცია არის წამყვანი განსაკუთრებით ჩვენ დარგში. ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით საგანგებოდ, უბრალოდ ორ ფრაზას თქვენ მიერ ნათქვამ, ორ ფრაზას მინდა გაუსვა ხაზი და მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელმაც მიაქცია ამას ყურადღება. ერთი მხრივ თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დაავადების მატარებლები არიან, ლამის 60%-ში თუ მეტ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული თავისი პრობლემის შესახებ. ანუ ადამიანმა არ იცის, რომ ვენერიულ ან სქესობრივი გზით გადამდებ რომელიმე დაავადებას მისი სხეულით ატარებს. შესაბამისად, საკუთარ თავშიც ვერ ხედავს საფრთხეს და ვერ განიხილავს საკუთარ თავს როგორც საფრთხეს საკუთარი პარტნიორისთვის. და ეს ლოგიკური და ბუნებრივია. და მეორე მხრივ თქვენ ბრძანეთ სამიზნე ჯგუფი, ანუ ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ანუ ჩვენ მივედით ახლა თავარ სათქმელთან, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები, რომლებიც პრაქტიკულად ამ ზღვართან დგანან, რომელთაც ჯერ არ აქვს დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, ან ახალი დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება და არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები. ეს რეალობაა, ბატონო ვახტანგ, ახალგაზრდები არ არიან ინფორმირებულები, მათ შორის იმის შესახებ, რომ შეიძლება დაავადების მატარებელი იყოს ადამიანი და არანაირ საფრთხეს თვითონ არ გრძნობდეს და ქმნიდეს საფრთხეს სხვა ადამიანს. ეს არის სრულიად რეალობა, თან ეს ეფუძნება არა მარტო ჩემი პირადი კლინიკური გამოცდილება, არამედ კვლევები, რომ ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ. მათ შორის გაგიკვირდება და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შორის პირველ კურსელებთან ჩავატარეთ გამოკითხვა. ძალიან მარტივი გამოკითხვა, რომელიც დარწმუნებულია, რომ იგივე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დაახლოებით 80% მაინც და სწორედ გასცემდა პასუხებს. აი სამედიცინო ინსტიტუტის პირველ კურსელებმაც აი საშინელი პასუხები მოგცეს იმისთანა შეუსაბამო რეალობასთან, რომ აი გაოცებულებით დავრჩით. არაინფორმირებულობის დონით დავრჩით გაოცებული. ამიტომ ეს არის მთავარი, რომ ვიდრე ურემი გადაბრუნდება, ვიდრე მოხდება ინფიცირება, ვიდრე დაიწყება სქესობრივი კავშირი, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რა შეიძლება მოყვეს ერთ სქესობრივ კავშირსაც კი. და რა საფრთხეებია და როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე თავიდან. მერე უკვე გვიან არის საფრთხე ხანდახან. და ამიტომ არის თქვენი გადაცემა ძალიან საინტერესო, თუმცა ვეჭვობ, რომ ახალგაზრდებს ხშირად ტელევიზიასთან კავშირი არ აქვთ. გაჯეტების და ინტერნეტის მეშვეობით იგებენ ინფორმაციას. ხშირად ეს ინფორმაცია არასწორია. ამიტომ არის ჩვენი დიდი სურვილი, რომ რამენაირად მივიტანოთ ინფორმაცია ზუსტად ახალგაზრდებამდე, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს ინფექცია რეალობაა, ეს ინფექცია არის ჩვენს გვერდით, ეს არ არის ვიღაცა სხვაგან და კლასობრიობა არ ახასიათებს არც ფინანსური მდგომარეობა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული და მატარებელი და როგორ დავიცვათ თავი. აი ეს ინფორმაცია თუ მივა და თუ დაგვიჯერებს, მაშინ იქნება მთელი ცხოვრება ჯამთელი და ბედნიერი. ჩვენ ამასთან მივალთ, როგორც თქვით, პრევენცია იქნება მთავარი ჩვენი სათქმელი უკვე საუბრის ბოლოს, თუმცა ამავე დროს მე ვისარგებლებ შემთხვევით და დავსვამ კითხვას, რომელზეც პასუხიც არ დაგიმალავთ, რა თქმა უნდა, ვიცი, თუნდაც ჩვენი საუბრებიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კითხვა დაისვას ზოგადად, საზოგადოებისათვის. როდესაც ჩვენ ხშირად წუხვართ ჩვენი ერის მრავალრიცხოვნების შეუძლებლობაზე, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად საუბრობთ ხოლმე იმ
დემოგრაფიულ სირთულეებზე, რომელიც აქვს ჩვენ ერს და ჩვენს მსგავს პატარა ქვეყნებს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს გავითვალისწინოთ სქესობრივი გზით გადამდებთ დაავადებებთან დაკავშირებული უნაყოფობის რისკი. ეს არის თუ არა რეალობა და იცის თუ არა ამის შესახებ ახალგაზრდამ, რომელმაც თავის დროზე არ შეითვისა უსაფრთხოების წესები და შესაძლოა არც ის გაითვალისწინა გრძელვადიან პერსპექტივაში. მრავალი წლის მერე, როდესაც დადგება ეს არის სრულიად რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკვე დგას არაერთი ახალგაზრდა. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი ინფექცია მიმდინარეობს ფარულად. შესაბამისად ის ვითარდება წლების განმავლობაში შეიძლება იყოს მატარებელი, ეს არ ნიშნავს რომ ჯანმრთელია, უბრალოდ ვითარდება აღმავალი ინფექცია და პირდაპირ აზიანებს რეპროდუქტიულ ორგანოებს. ქალებში ჰალოპის მილის შეხორცებებს იწვევს და სხვადასხვა გართულებებს, მამაკაცებში პროსტატიტებს და სხვადასხვა ტერმინებით არ დავღლი, მაგრამ პირდაპირ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და უშვილო წყვილთა, რომელიც მოდიან გამოსაკვლევად უკვე სპეციალიზებულ დაწესებულებაში 70% აღმოაჩნდა რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ანუ ეს ჯანმრთელ მოსახლეობას კი არ ვამბობ, უშვილო წყვილები, რომელიც მოვიდნენ ექიმთან გამოკვლევის მიზნით, იქიდან 70%-ში აღმოჩნდა რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ეს არის კატასტროფული ციფრი. შესაბამისად, მათ რო დროულად მიმართათ ექიმისთვის. თუნდაც კლინიკური გამოვლენებამდე ან ვიდრე დაოჯახდებოდნენ და ჩაეტარებინათ გამოკვლევა, ეს პრობლემა უფრო მარტივად და კარგად მოგვარდებოდა. რაც დრო გადის, პრობლემა უფრო მძიმდება, აღმავალი ინფექცია ვითარდება, შეიძლება ხანდახან შეუქცევადი პროცესებით წავიდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ხოლმე რომ უშუალოდ პაციენტს, მაგრამ იქნებოდა გაცილებით იოლი, თუ დროულად მიმართარდა ექიმს და ჩაიტარებდა სათანადო მკურნალობას. თქვენ ახსენეთ ამ ვთქვათ პროცესთან ასოცირებული ზოგიერთი დაავადება, მაგალითად პროსტატიტი, ჩვენ ამ კვირაში მიმდინარე კვირაში ეს თემაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა როდესაც თქვენ ბრძანებდით თავიდანაცილებაზე და პრევენციაზე, ასევე დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა ვთქვათ და ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ და როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები. ორი გზა არის, ერთი გზა არის, რომ ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისას. ეს იქნება დისკომფორტი გენიტალიუმის არეში, უსიამოვნო სუნი, წვა შარდვისას, ან თუნდაც მცირე გამონაყარი, არ უნდა გადავდოთ ვიზიტი ექიმთან, რომ ჩავითაროთ გამოკვლევა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სახიფათო არის ეს ფარული ფორმა, როცა არ დისკომფორტი, არც გამონაყარი, არც წვა არის, როცა ადამიანმა იცის, რომ მას აყავს არაერთი სქესობრივი პარტნიორი, არამედ რამდენიმე. რაც მეტია პარტნიორი, მეტია რისკი, რომ რომელიმე იქნება ინფიცირებული. შესაბამისად, არ უნდა დაელოდოს რაიმე სიმპტომის გამოჩენას და პერიოდულად, თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც მივიდეს პროფილაქტიკურად ექიმთან. არა თვითონ მივიდეს, როგორც ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს, რომ გავცივდებით, მივათ აფთიაქში ანტიბიოტიკს დავლებთ და კარგად გავხდებით, ესე გონია და რეზისტენტობა ვითარდება ისეთი ძიმე ფორმებით, რომ ეს მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა. ასევე არის, უნდა ვიცოდეთ რა ანალიზი როდის გაკეთდეს. ანალიზი ჩვენ არ უნდა დავუნიშნოთ, ჩვენ უნდა მიმართოთ სქესობრივი გზით გადამდები სპეციალისტს, რომელიც განსაზღვრავს რა კვლევა გვჭირდება, რა დოზით და როგორ. მით უმეტეს რომ დიახ უკაცრავად გერთვით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ შეიძლება მივიდეს და უყოვნებლივ ჩაიტაროს კვლევა, პასუხი იყოს უარყოფითი და თავი დაიმშვიდოს იმით, რომ არანაირი პრობლემა არ არის, არა და ზუსტად არ დაიცო ის ინტერვალი, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. ეს განა იმიტომ, რომ ლაბორატორია უხარისხოა რაღაცა, ყველა ინფექციას თავის ფანჯარა. არის გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდები, პირდაპირ, არაპირდაპირ და ასე შემდეგ. მასალის აღების ტექნოლოგიას. შესაბამისად, თვითონ რომ გადაწყვეტს და ინტერნეტში ან ხელოვნურ ინტელექტს კითხავს, რომ აბა რა ვქნაო და მისი რჩევით ჩაატარებს გარკვეულ კვლევებს, ეს კვლევა შეიძლება იყოს ძალიან კვალიფიცირებული და კარგად ჩატარებული, მაგრამ ჩატარებული ფანჯრის დროს. თქვათ სიტყვაზე, თქვათ შიცაკ, თქვათ 6 თვიანი ფანჯარა შეიძლება გქონდეს. შეიძლება ერთ კვირაში ან ერთ თვეში მიაკითხა ლაბორატორიას კვალიფიციურს, ჩააბარა ტესტი, მოვიდა ნეგატიური პასუხი და შვიდად განაგრძო ცხოვრება. ესე არ არის. ამიტომ არის, რომ არ უნდა დაუნიშნოთ ჩვენ თავს არც მედიკამენტი და არც გამოკვლევა. უნდა მიმართოთ ყოველთვის ექიმს და მისი დანიშნულებით ჩატარდეს გამოკვლევა, ან გითხრას, რომ ჯერ ადრეა გამოკვლევები და დაგვიბაროს მოგვიანებით, ვიდრე ჩვენ თვითონ ჩავითაროთ და ამითი უკვე სიმშვიდეს მივეცეთ და სიამბილეში ინფექციის პატარებელი ვიყოთ. თანამედროვე მედიცინისათვის უდიდესი გამოწვევა და
პრაქტიკულად ახალი ეტაპია, როდესაც არჩევანის გარეშე ჩვენ ვლაპარაკობთ პრევენციაზე, საუბრის დაწყებამდე ამაზე შევთანხმდით ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მოდელთან მიმართებაში ვთქვათ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ? ძალიან კარგი თემა შეეხეს და ამ ხრივ ჩვენ სხვა დარგის სპეციალისტთა შედარებით ძალიან დაბეჯითებით და სარწმუნო რჩევების გაცემა შეგვიძლია. აი რო შევადაროთ მაგალითად ფილტვის კიბო როგორ ავიცილოთ თავიდან ხო ყველა ვიცით რომ ნიკოტინი მავნეა და არ უნდა მოვწიოთ თუმცა ბევრი არამწეველი შეიძლება იყოს ისა დაავადებული ფილტვის კიბო იმიტომ რომ პასიური მწეველია საბოლოო ჯამში შეიძლება პასიური მწეველი იყოს ან შეიძლება გარემოს დაბინძურება ან შეიძლება გენეტიკური განწყობა ბევრი ფაქტორებია მე როცა ვაძლევ რჩევას მე კი არა ანუ ჩვენი სპეციალისტი მაგალითად ვეთქვი ძალიან კონკრეტულად არ კონდეს სქესობრივი კავშირი სიფილისით დაავადებულ ადამიანთან და მორჩა იქ წერტილია დასული არ დაგემართება არასდროს სიფილისი მაგრამ აქ არის მეორე საკითხი როგორ გაიგოს ვისა აქვს სიფილისი როგორ ამოიცნოს ეს დაავადება აქ სხვა ის არის მაგრამ ჩვენი რეკომენდაციები არის დაავადებული ან დაავადების მატარებლის პასუხისმგებლობა ეს უკვე პასუხისმგებლობა და უპირველეს უნდა ვიცოდეთ რომ ფარული ფორმებიც არსებობს ეს სხვა თემა მე მის ხაზის გასმა მინდა რომ ჩვენი რეკომენდაციას თუ დაიცავს ჯანმრთელი ადამიანი ის არასოდეს არ გახდება ავად სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადებით ასე რომ ამ ხრივ ძალიან კარგი და სარწმუნო რეკომენდაციის გაცემა შეგვიძლია. მთავარია მოგვისმინოს ახალგაზრდობა, მიიღოს ეს სარწმუნო და გაითავისოს. აი ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, თორე რეკომენდაცია მართლა სხვა დარგის სპეციალისტ განსხვავებით შეგვიძლია აი მივცეთ გარანტირებული შეიძლება ითქვას. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ამბობთ თუ ვიცი რომ ამ ადამიანთან დაკავშირებულია საფრთხე მაშინ ამ ადამიანთან ურთიერთობას ავარიდო თავი. მოდით მე განვაზოგადე და ასე ჩამოვაყალიბე. თუმცა ახალგაზრდა ამ თქვენს პოზიციას შეიძლება ავსებდეს იმით რომ კი ასეთი საფრთხე არსებობს, მაგრამ მე ხო პირადი დაცვის საშუალებებს ვიყენებ და გამოდის რომ მე კარგად ინფორმირებული ვარ და მე თვითონ ძალიან კარგად ვზრუნავ ჩემს უსაფრთხოებაზე. რას უპასუხებდით? უპასუხებ ძალიან კაია თუ იყენებს პირადი დაცვის საშუალებას. რა თქმა უნდა, უკეთესია რომ ჯანმრთელი იყოს პარტნიორი, მაგრამ თუ ამის დადგენის საშუალება არ აქვს და არის მომენტი და ხდება ესეთი კონტაქტები, გამოვიყენოთ დაცვის საშუალებები, მაგრამ სამწუხაროდ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. მე არ არის. მე არ ვამბობ, არ გამოიყენოთ, ძალიან კარგია. ძალიან დიდია დაცვის პროცენტი, 90%-ამდეა დაცვის, მაგრამ ის 10% ხო რჩება. ანუ ეს დაცვა კარგია, უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ჯერ ის სწორედ, უნდა შემდეგ სექსპერტს სწორედ მოვიხსნათ და ასე შემდეგ და მაინც ვიცოდეთ რომ რჩება რაღაცა პროცენტები, რომ მიუხედავად ყველაფერი კორექტული გამოყენებისა, ყველა წესის დაცვისა, შეიძლება მაინც მოხდეს ინფიცირება. და არის გარკვეული ინფექციები, მაგალითად ვირუსული ინფექციები, რომელსაც მაგალითად პაპილომა ვირუსი. პრეზერვატივი ინდივიდუალური დაცვის საშუალება ვერ აკავებს მის ტრანსმისიას ერთი ადამიანიდან მეორეზე. აი ცოცხალი მაგალითი. როდესაც ჩვენ ამ პრობლემაზე საუბარი დავგეგმეთ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მეტნაკლებად საერთაშორისო საზოგადოება ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეულ ასაკში ახალგაზრდები იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. თუმცა ჩვენ არ გვაქვს როგორია სურათი ეს მონაცემები საქართველოში. სამწუხაროდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ასაკობრივ კონტექსტში რა რისკებია, ამას სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ. ვიცით თქვენ პროფესიონალებმა, ამ დარგის სპეციალისტებმა, იცით, რამდენად გაახალგაზრდავდა ის ფაზა სქესობრივი ცხოვრების დაწყების ეტაპად რომ ითვლება, იმიტომ რომ იცვლებიან თაობები, იცვლება თვითონ დამოკიდებულება სქესობრივი ცხოვრების მიმართ და სქესობრივი ცხოვრების დებიუტიც სულ უფრო ადრეულ ასაკში ინაცვლებს. ნამდვილად იცვლება, ზუსტი ინფორმაცია რა თქმა უნდა არ გვაქვს. ზუსტი კვლევები ამ ხრივ არ ტარდება და პლუს ამას გინდათ ჩატარდეს, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ აქ ასე ვთქვათ, გულწრფელი პასუხებს მივიღებ. ასე რომ ეს არა გვაქვს, მაგრამ რაც შეგვიძლია გითხრათ, თუნდაც ჩვენი პრაქტიკიდან. ყოლია პაციენტები, ვთქვათ, 16 წლისაც, რომელიც უკვე ორსულად არის და თან ინფიცირებულია და უთქვამს, რომ უკვე 1-4 წელია სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ასოციალური პირზე, არის ჩვეულებრივი დედაც ცოცხალი, მამა ცოცხალი, სკოლაში დადის და ყველაფერი. 16 წლის არის ორსულად, სიფილისით ინფიცირებული, თან ანამნეზში არის 4 წელია უკვე აქტიურად ცხოვრობს.
ეს არაერთი შემთხვევები გვაქვს ერთი, ესეთი. მეორე არის თვითონ სტუდენტებთან ურთიერთობის პრაქტიკა. მე ვახსენებ, როცა დავიწყე პირველად შევედი და დავიწყე სქესობრივ სფეროზე საუბარი და ისა, ჯგუფში თითოეულს ჰქონდა გამოცდილება სქესობრივი ცხოვრების. დღეს უკვე საკმაოდ გამოცდილად და დაბეჭდებით მეტყველებენ და ყველას უკვე აქვს ეს ბარიერი გადალახული. ის რომ გაახალგაზრდავდა პირველი დებიუტი, ასე ვთქვათ, სქესობრივ ცხოვრებაში, ეს ფაქტია. რამდენად გაახალგაზრდა, მაგის ზუსტად თქვა მიჭირს. თუმცა ესეთი შემთხვევებიც გვაქვს, რომ ორსულიც იყო, მანამდე დაწყებული და თუნდაც ძალიან ადრეულად. ეს კიდე ერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, რომ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მანა, ვიდრე დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას. აქ იყო ცდილობები, რომ სკოლებში დაგვეწყო რაღაცნაირად ინფორმაციის შეტანა, თუმცა შეიძლება არასწორი მეთოდიკით მოხდა, პირდაპირ გადაითარგმნა ევროპული გამოცდილებები, რომელშიც შეიძლება გაიფარა რაღაცა ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების მიუღებელი ტერმინოლოგია და შემდეგ სრულად უარი ითქვა ასეთი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისთვის. არც უარის თქვა შეიძლება და თუმცა რაღაცნაირად დახვეწილი ფორმით აუცილებლად მიაწოდოთ ინფორმაცია, ვიდრე დაიწყება ეს სქესობრივი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ. დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს სატელევიზიო ეკრანიდან არის ეს ინფორმაცია ნათქვამი, ჩვენ გვაქვს სოციალური პლატფორმაც და სხვა პლატფორმებიც არის ხოლმე ჩვენი ინფორმაციისთვის გასავრცელებლად გამოყენებული და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებს მივაწვდენთ ხმას, თუნდაც მათ ოჯახებს იმისთვის, რომ წინდახედულება ბევრად უფრო კარგი ინსტრუმენტია. ნამდვილად ჩვენი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ეს გვემეტება. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დერმატოვენეროლოგი ბატონი ვახტანგ კვირკველია. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა სქესობრივი გზით გადამდები და აბადებები იყო, ამიტომ მე ვეცდები კვებითი შუქნიშნით ამ თემასთან მივიდეთ. მით უფრო რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ დაავადებაზე, საუბრობთ ინფექციაზე, საუბრობთ მისი გავრცელების რისკზე, ჩვენ საუბრობთ ორგანიზმის დაცვის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოზარდებსა და ახალგაზრდებს. მოდით ზოგადი პრინციპები გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ ნებისმიერი ინფექციისაგან დასაცავად, ნებისმიერი დაავადებისაგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია როგორ მდგომარეობაშია ჩვენი იმუნური სისტემა და ამ სისტემაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის უხილავი სამყარო მიკრობიოტა და მიკრობიომი, რომელიც ჩვენი ნაწლავის შიგნით ბინადრობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაწლავის წონასწორობა ხშირად არის განსაზღვრელი იმისა, როგორია ორგანიზმის წონასწორობა და მათ შორის როგორ მდგომარეობაშია ჩვენი იმუნური სისტემა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წონასწორობა ზოგადად, რომელიც ცხადია ნაწლავის წონასწორობასაც გულისხმობს სხვადასხვა პროცესთა შორის თანაფარდობასაც და რასაკვირველია, არა უბრალოდ მიღებული და დახარჯული ენერგიის თანაფარდობას, არამედ საკვებ ნივთიერებებს შორის თანაფარდობას, საკვებ ჯგუფებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. სწორედ ასე ყალიბდება ის პრინციპი, რომელიც მეტნაკლებად ყველასათვის ერთნაირად გასაზიარებელი შეიძლება აღმოჩნდეს და რომელიც დაბალანსებას, ანუ წონასწორობის აღდგენას გულისხმობს კვებაში. როდესაც სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტი უნდა იყოს გამოყენებული და ასეთ შემთხვევაში ურთიერთგადამფარავი ეფექტი საკვები ნივთიერების შევსებისა და მათი ზეგავლენისა ჩვენს ორგანიზმზე ეხმარება მოზარდს და ახალგაზრდას მაქსიმალურად გააძლიეროს დაცვითი სისტემები და უზრუნველყოს თავისი ორგანიზმი. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მე მინდა გაგახსენოთ თემა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყო ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი, როდესაც ჩვენ საუბრობდით მაგალითად კონკრეტული თარიღის ცნობადობის დღის შესახებ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ცხოვრების წესზე, როგორც დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ნივთიერების მიმართ, შეიძლება იყოს სხვადასხვა ქცევითი მოდელის მიმართ და დამოკიდებულება, რომელიც ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს. რა კავშირია ამ მოვლენებს შორის? რატომ არის დამოკიდებულება კვებასთან ასოცირებული ზოგიერთი
ერთი ფაქტორი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ძალადობა სექსუალური ძალადობა ახალგაზრდებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში ერთმანეთთან დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ, მე ვერც კი გავბედავდი და ვერც გავკადნიერდებოდი ამ თემას შევხებოდი, რომ არა უამრავი კვლევა და მტკიცებულება, რომელიც თანამედროვე მედიცინას აღმოაჩნდა. ეს კვლევები, რომელიც სხვადასხვა კოლეჯის, უნივერსიტეტის ბაზაზეა ჩატარებული, საერთაშორისო აღიარება რომ მოიპოვა, აი ასეთი კვლევები მაქვს მემხედველობაში, ადასტურებს, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ დამოკიდებულების ფონზე აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე. მოდით ერთმანეთს დავაკავშიროთ ეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მას შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოზარდისა და ახალგაზრდის ცხოვრების ზოგადი წესი, როგორია მისი არჩევანი, მაგალითად ფიზიკური აქტივობა, ძილი, სტრესის მართვა, წონის მართვა და ასე შემდეგ. როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ფაქტორები, როგორც პრობლემების თავიდან აცილების ინსტრუმენტი და პრობლემების ადვილად დაძლევის ინსტრუმენტი. ამაზე ჩვენ შეთანხმებულები ვართ. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს აქვთ მაღალი ცდუნება იმისა, რომ კონკრეტულ ნივთიერებაზე ან კონკრეტულ ქცევის მოდელზე აღმოჩნდნენ დამოკიდებული. და აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო საყურადღებო არის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება დამოკიდებულების ფონზე ძალადობის შემთხვევებს, აი ამაზე მიგვანიშნებს და ამ ყველაფერში რატომ შეიძლება იყოს კვების მოდელი ჩართული და კვებითი ფაქტორები. ორ მხარეს შევეხები მე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წახნაგები მაქსიმალურად მძაფრად დაგანახოთ თქვენ. თანამედროვე რეალობაში, როდესაც ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი ეს არის მთავარი ტვირთი და მთავარი სატკივარი არის არასრულფასოვანი კვება და ნაკვებობა. განსაკუთრებით დრამატული ეს გახლავთ ბავშვთა ასაკში, მოზარდობის ასაკში, ახალგაზრდების ასაკში. რატომ? ეს არის ფორმირებადი ორგანიზმი, რომელიც არაუბრალოდ შენდება, არამედ ყველა უნარს იყალიბებს. მისი ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა მენტალური, ემოციური და სხვა წახნაგები მთლიანად დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელსაც საკვებით ვაწვდით. არადა წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, როდესაც საკმაოდ დიდ რიცხვში, ანუ მრავალ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა არ იღებდეს ობიექტური მიზეზების გამო ადეკვატური რაოდენობით საკვებ ნივთიერებას. და მაშინაც კი, როდესაც აქვს მას ასეთი პროდუქტების მირთმევის შესაძლებლობა, ნებით ან უნებურად ზღუდავს ამ პროდუქტებს. ჩვენ შედეგად ვიღებთ სურათს, სადაც დასაბუთებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებები აკლია. ხშირად ეს არის იმის წინაპირობა, რომ მოზარდი და ახალგაზრდა არასაკამარისად ნაკვებია და მას აქვს მალნუტრიცია. ეს არის ზუსტად ის სახიფათო ველი, სადაც ერთმანეთს შეიძლება დაუკავშირდეს დამოკიდებულება და სექსუალური ძალადობა. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ახლა ვაჭარბებ ან აბსოლუტურად არალოგიკურ ტრიადას გთავაზობთ. არადა, მოდით გავყვეთ მოვლენებს და ვთქვათ, რომ მაგალითად შიმშილის ფონზე მომატებული გრელინი ეს ერთ-ერთი მაგალითია მხოლოდ. გვეხმარება ზოგჯერ უფრო კარგად დავიმახსოვროთ, ვიდრე კარგად დანაყრებულები ვართ აი იმ ფონზე. ანუ გრელინი დაგვეხმარება თითქოს უფრო მშიერ მდგომარეობაში ადვილად დავიმახსოვროთ ესა თუ ის ინფორმაცია. მაგრამ გრელინი შეიძლება აღმოჩნდეს ის მექანიზმი, შიმშილის ჰორმონი ჩართული გარკვეულ ბიოქიმიურ ციკლში, რომელიც ბევრად უფრო ადვილად გამოიწვევს თრობას. ამას შესაძლოა მედიცინა არ სჭირდება ბევრ თქვენგანს არაერთი პირადი თუ საოჯახო ან საზოგადოებრივი გამოცდილება ჰქონია, როდესაც შენიშნავს, რომ უჭმელი, მშიერი ადამიანი უფრო ადვილად თვრება. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მოზარდი ორგანიზმი, რომელიც სისტემატურად არ იღებს ადეკვატური რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. აი ასეთი ორგანიზმი ძალიან ადვილად ხდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ მოწყვლადი. ისედაც ფორმირებადი ორგანიზმი
ძალიან ადვილად ზარალდება ფსიქოაქტიური ნივთიერებებით და აღარაფერს ვამბობ მდგომარეობაზე, როდესაც ამას ნოყიერნიად აქვს უქმნის არასაკმარისი ნაკლებობა. და წარმოიდგინეთ აი ამ ფონზე გატაცება ალკოჰოლური სასმელით. მე სხვა ნივთიერებებზე დღეს არ გესაუბრებით, მხოლოდ ალკოჰოლური სასმელით. და გაგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლურ სასმელს სხვადასხვა სახელი აქვს, ყველა მათგანში არის ალკოჰოლი. მაგალითად არაყი, რომელიც 40 გრადუსს შეიცავს, გულისხმობს ალკოჰოლის შემცველობას, ლუდი 6-7 გრადუსი, ღვინო 12 გრადუსი. ყველა შემთხვევაში პრობლემას ქმნის ალკოჰოლი და მისი ზეგავლენა მოზარდის და ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე, რომელიც კიდევ უფრო ღრმა ეფექტის მქონეა, კიდევ უფრო სერიოზული გავლენის მქონეა და კიდევ უფრო სწრაფად იწვევს თრობას მშიერი ორგანიზმის და არასრულფასოვანი ნაკლებობის ფონზე. აი ასეთ შემთხვევაში დადგინდა და რამდენიმე კოლეჯის და უნივერსიტეტის მაგალითზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ თრობის მდგომარეობაში მყოფი მოზარდი და ახალგაზრდა ძალიან ადვილად ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ისევე როგორც სამწუხაროდ ახალგაზრდა, რომელიც არასაკმარისი ნაკლებობის ალკოჰოლური დატვირთვის ფონზე შეცვლილი ქცევით გამოირჩევა, შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური მოძალადე სწორედ თრობის ფაზაში. ამიტომ თანამედროვე მედიცინამ დაადგინა, დიახ, არის მთავარი რისკის ზონები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. ეს გახლავთ კონკრეტული ნივთიერებები განსაკუთრებით ნარევების სახით. მაგალითად, ძალიან ხშირად მოგისმენიათ ჩვენს გადაცემაში, რატომ არის სახიფათო კომბინაცია მაგარი ალკოჰოლური სასმელი და ენერგეტიკული სასმელები, რომელიც უკიდურესად დატვირთულია მასტიმულირებელი ნივთიერებებით, იქნება ეს კოფეინი, იქნება ეს ტაურინი, გუარანა, მასში არსებული შაქარი და 40 გრადუსიანი ალკოჰოლური სასმელი. აი ასეთი სტიმულები ერთდროულად გამოყენებული ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდისა და ახალგაზრდის ტვინზე. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სისტემებზე და ეს იმ ფონზე, როდესაც მას შეიძლება სწორედ არასაკმარისი ნაკლებობა ასაზრდოებდეს. და აი ამ რისკების გათვალისწინებით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, კვებითი ფაქტორების გამოყენებამ, კვებითი ფაქტორების არასწორმა, არასრულფასოვანმა გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს არა უბრალოდ მოზარდისა და ახალგაზრდის ჯანმრთელობა და მისი ჯანმრთელობის რისკები, არამედ იმის პერსპექტივა, შეიძლება თუ არა ის აღმოჩნდეს მოძალადე ან ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც სექსუალურ ჭრილში. ეს იყო დღევანდელი ინფორმაცია, მე ამით გემშვიდობებით და ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.